ჩვენ ახლა ვიმოგზაურებთ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე ამერიკაში. Did you start recording? Yeah. Okay. How do you say it? Seattle? ამ პარკის სახელი არის ძალიან სასაცილო გამოსათქმელი. შენანადოა ქვია. ეს სახელი ტრადიციულად არის ამერიკელი ინდიელებისგან და აქ ჩვენ მოვედით, ეს არის ნაციონალური პარკი. შესვლის საფასური ამ პარკში იყო $15 და ეს ლამაზი ადგილები და გავიარო და მწვერვალზე ავიდეთ, რომ ნახოთ იქიდან ულამაზესი ხედები. სხვადასხვა ლამაზი ადგილები იყო გზაზე, რაც შეგიძლია გაგეჩერებინა და ეს ხედი გენახათ, როგორც აი ამ ვიდეოში უყურებთ ახლა. Tempe hero. Right now we're about 2009. ჩვენ ახლა ზღვის დონიდან ვართ 2900 ფიტზე. შემოვედით Rockfish Gap-იდან. ჩვენ გვინდოდა წავსულიყავით შარლოტსვილში და გვენახა ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის სახლი თომას ჯეფერსონის. მაგრამ დროის უკმარისობის გამო გადავწყვიტეთ, რომ არ წავსულიყავით შარლოტსვილში. ახლა ჩვენ ვართ შუაგზაში Big Run Overlook-ზე. ჩვენი მიზანი არის, რომ ავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილზე ამ პარკში და გადმოხედოთ და განახოთ ძალიან ლამაზი ხედები და ამ ადგილს ქვია Stony Man Overlook. ზღვის დონიდან 4011 ფიტზე არის Stony Man Overlook, როგორც ხედავთ რუკაზე. ეს ადგილი ძალიან განსხვავდება, რაც ნახეთ თქვენ წინა ვიდეოში. Great Smoky Mountain-ში. Great Smoky Mountain-ში სულ მოღრუბლილი იყო და სულ სხვანაირი ბუნება იყო იქ. თუ გინდათ იმ ვიდეოს ნახვა, ლინკი იქნება აღწერაში. შეუძლებელი იყო ამ ადგილზე არ გავჩერებულიყავით და არ გადაგვეღოთ ეს ულამაზესი მომენტი, როგორც ხედავთ, ცარი გაყოფილი ორად. აი ეს მოღრუბლული და წვიმიანი ადგილი, სადაც მიწა ცას ხვდება და მეორე მხარეს, სადაც მზის შუქი ანათებს და სითბოა. და ჩვენ გვეშინოდა, რომ ამ წვიმაში მოხვდებოდით გზაში. ამ წვიმაში მოხვდებოდით, იმიტომ რომ მივდიოდით ღრუბლებისკენ. და დიდი რისკი იყო, რომ ეს ღრუბლები ჩვენ თავზე გადაივლიდა. ძალიან ლამაზი იყო და ტემპერატურაც ძალიან შეიცვალა. რაღაც 100 მეტრში. კარგი მზიანი ამინდი იყო და ეხლა იყო და გადავედი ძალიან მოღრუბლულ და ნესტიან ამინდში. თქვენ ახლა დაინახეთ, ორი ლამაზი ირემი გადმოხდა ჩვენ წინ და მანქანა გავაჩერეთ და მივეცით დრო, რომ დაბრუნებულიყვნენ ისევ ბუნებაში. ახლა ჩვენ ვიყავით ზღვის დონიდან 3000 ფიტზე და როგორც ხედავთ, ჩვენ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ იმ წვიმასთან, რაც ჩვენ გვეშინოდა. Hopefully we get to see some lightning at some point. You can see the sky's falling. აქ ჩვენ გავაჩერეთ, იმიტომ რომ გვეგონა შეგვეძლო იმ ხის გვერდზე დავждარიყავით და სურათები გადაგვეღო. You really think that's I gonna want be to see how steep it is. Okay. მაგრამ მე რო ჩავიხედეთ, ნამდვილად არ შეგვეძლო ეგ გავიკეთებინა და დავბრუნდით უკან მანქანაში და გზა გავაგრძელეთ. It was like flat. So
ჩვენ ახლა ვხედავთ უკვე წვიმა დაიწყო. შემდეგი ადგილი სადაც ჩვენ გავჩერდებით ქვია Skyland-ი და იქიდან უნდა დავიწყოთ უკვე თასვლელობა, რო ავიდეთ Stonyman Overlook-ზე და გადავხედოთ იქიდან და დაგანახოთ ძალიან ლამაზი ხედები. მაგრამ წვიმა არის და შეიძლება ძალიან ტალახიანი იყოს. არ უნდა პატრექს რო წავიდეთ, მაგრამ ვაძალებ რომ ყველა ვარიანტში წვიმა და ტალახიც რო იყოს, ჩვენ უნდა წავიდეთ აქ. კიდევ ეშინია ჩემ ამერიკელ მეგობარს, რომ სწრაფად არატორო მთებშიო. ძალიან სახიფათო არისო. Great Smoky Mountain-ში რო ვიყავით, სიბნელე და ნისლი ჩამოდგა, ძალიან სახიფათო იყო და მეშინოდა. და ნეხლა ნელა ვატაროთო, ისე არ გვინდა ვატაროთო, როგორც მაშინ ვატარეთ. აქ რა თქმა უნდა ამერიკაში უფრო იცავენ წესებს და სიჩქარეს არ აჭარბებენ და როგორც კი გადავაჭარბებთ სიჩქარეს, ცოტა ნერვიულობენ. და ეხლა მე ვეუბნებოდი, რომ მთებში ბევრი მიტარებია მეთქი სვანეთში და ჯობია ღამე არ ატარო მთებში, ვიდრე სწრაფად იარო დილას. და ეხლა მაგას ყვებით. რა თქმა უნდა, სვანეთისავით ადგილებში არ არის ნამყოფი ჩემი მეგობარი და არ არის მიჩვეული ესეთ გზებს. მით უმეტეს ამერიკის აღმოსავლეთში არ არის ბევრი მთები. Search raining. რო შემოდით ხალი პარკში, სადაც ფული უნდა გადაიხადო, იმ ხალმა გვითხრა, დღეს ძალიან კაი მინდეო პარკისთვისო და რო შემოვედით, მე ეს ძალიან ცუდი წვიმა დახვდა. ჩემ მეგობარი კი ახსენა, რო გვითხრა, რომ ცოტა ის მოღრუბლილი იქნებაო, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდით. ეხლა ჩვენ გამოვედით და ისევ კამათობთ, რომ ავიდეთ თუ არა Stonyman Overlook-ზე, რომ გადმოხედოთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ტალახიანი იქნება ყველაფერი. და ჩვენ ვქაროდით და ბევრი გადასაყენებელი ადგილი იყო, სადაც შეგეძლო რომ გენახა სხვადასხვა ხედები, უცბად შევივლიდით და გამოვიდით. და ჩემი მეგობარი სულ ამბობდა, რომ ცოტა გავჩერდეთ, იმიტომ რომ ნიუ-იორკელებისავით უცბად შევდივართ და გამომდივართო და უყურებთ ხედებსო. არ ვისვენებთო სწრაფად Hell Park-ს, უცბად Hell Park-ს ნახულობთ. Not as smoky as the Smoky Mountains, but it's a little, there's definitely a little bit of smoke here. Do you want to get a better look over these rocks? It was at this moment that he knew. He fucked up. გავჩერდით, იმიტომ რომ სულ ასვატიდან ნისლი ადიოდა და ირგვლივ სულ ღრუბლები იყო და გადავხედეთ ამ ლამაზ ადგილს. ჩვენ ლაპარაკობთ ღამემდე მოვასწრებთ რომ ჩამოვიდეთ Stonyman-იდან და მე ხში შეიძლება ვერ ჩამოაღწიოთ იქიდან ღამე მეთქი. აი ხლა ხედავთ სად მოგიწევს ჩვენ ასვლა. ეს არის იგზა რომელიც აგვიყვანს Little Man Stony Look-ზე და ხედავთ როგორი ტალახიანია და სად მოგიწევს ჩვენ სიარული. და იმედია წვიმა არ დაიწყება მალე, თორე ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნება. ერთი ქოლგა კი გვაქვს, მაგრამ არ მგონია ეს გვიშველის ორივეს თუ ძალიან დიდი წვიმა დაიწყება ახლა. აი როგორც ხედავთ ვიპოვეთ ჩვენი ულამაზესი ადგილი, ამისთვის ამოვედით აქ. 18-20 წუთი ვიარეთ ფეხით, რომ აქ ამოსულიყავით და ხედავთ რა ლამაზი გადასახედი არის აქ. ნამდვილად ღირდა, ამდენი მოგზაურობა ეს გვერდა.
რა თქმა უნდა, არ დაგავიწყოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე და Facebook-ი, ლინკი იქნება აღწერაში და ეხლა ჩვენ ვეშვებით ამ თიდან, რომ წავიდეთ უკან ნიუ-იორკში და ეხლა გზას გავუდგებით ამ გვირაბში შევალთ და უნდა ჩავიდეთ პატარა ქალაქში, რომ საჭმელი შევჭამოთ. და რო გავედით გვირაბიდან, მზე რო ჩადიოდა ეს სილამაზე შეხვდა ჩვენ. შეხედეთ რა ლამაზი არის და თქვენც ნამდვილად თუ და დატკბეთ ამ სილამაზით თუ მოხვალთ ამ პარკში. თუ ამერიკაში ცხოვრობ, ან ამერიკაში მოგზაურობ, ეს უნდა იყოს ის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ეხლა ჩავედით ჩვენ პატარა ქალაქში, რაც იყო ამ მთის გვერდზე. არ დაგავიწყოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, რომ ნახოთ ჩვენი სხვა გადასავლები, რაც ქონდა აქამდე და სადაც წავალთ მომავალში. შემდეგ შეხვედრებით.